ვიტყვი, ამ თუთა შემოვედით, არ ვიცი, ბავშვი არ გინახე. ავთეთქდე თქვენი ცხოვრება შვიდად. და შუაღამისას, ღამის 4 საათი იყო, რომ წამოვედით სახლში და 21 მარტს დაუნის მსოფლიო საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს, მათ შორის დღეს მაგალითად მოხალისეებისა და ჩვენი ბენეფიციარების თანადგომით მოხდა მათი შეკრება, მათივე ინიცირებით და ჩვენს სააქტო დარბაზში, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში მოხდა სხვადასხვა კლიპების გაშვება, რომელიც ცნობიერების ამაღლებაზე იყო ინფორმაცია მიიღეს ბავშვებმა, მიიღეს ინფორმაცია მშობლისგან, რომელმაც უშუალოდ მოუყვა იმის შესახებ, თუ რა არის ის სინდრომი. მეოთხე წელია, რაც საქართველოში 21 მარტი აღინიშნება ჩვენი ორგანიზაციის დიდი ჩართულობით და ინიციატივით. ლევანდელი შეხვედრაც მოზარდებთან ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, როდესაც მოზარდს, მომავალ მშობელს, მომავალ სპეციალისტს, მომავალ საჯარო მოხელეს ხვდები და ელაპარაკები. მე ვთვლი, რომ სწორედ ახალგაზრდებში და მოზარდებში არის მთელი რესურსი ჩასადები. ვარ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დედა და ვარ პასუხისმგებელი, რომ ის იყოს ჩართული საზოგადოებაში და იყოს ინტეგრირებული. გავიგე, რომ დაუნის სინდრომით მქონე ადამიანი დაავადებული არ არის, მხოლოდ გენეტიკური ცვალებადობა და შემდეგ რაც მთავარია, ეს ადამიანები არიან ჩვენგან არც თუ ისე შორს, ჩვენ გვერდით არიან და უნდა მივიღოთ ისეთები, როგორებიც არიან. და გვერდში უნდა მოვუდგეთ ყველანაირად მათ. დიდი შეხება არ მქონია ამ საკითხთან, ამიტომ თვლიდი ყოველთვის, რომ ალბათ დაავადება უნდა ყოფილიყო. ბევრ ადამიანსაც არ შევხვედრი ვარ ამასთან და არც მეგობარი მიყოლია ასეთი. ახლა კი მთლიანად შემეცოლა შეხედულება ამაზედან, გავიგე, რომ ეს არა დაავადება, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ჩვეულებრივი ინტეგრაცია სჭირდებათ გარემოში როგორც ჩვენ. ხერადები ვისაც გაწვიოთ. დაუდგათ ამ ბავშვებს. აი თავგანწირული ადამიანი. აი პირველი